მოგესალმებით, პატივცემულო მაყურებლებო. ეს არის გადაცემა კანონიერი სივრცე, მე მისი წამყვანი, მწერალი აკაკი ვეტრაური გახლავთ. ცოტას სახელის შესახებ მოგახსენებთ და ეს სახელი იქიდან გამომდინარეობს და კანონიერი სივრცე საერთოდ, რომ ამ გადაცემაში მე სტუმრად მეყოლება მხოლოდ კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები. Რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მე არ გულისხმობ ამ ჩვენს უარგის ხელისუფლებას, მე ხედულობაში მყავს ეს უზენაესი საბჭო, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რომელიც იქნა ძალით და ხუნტით საქართველოსთან დაძევებული, რომელიც დღესაც არის კანონიერი და 5 სექტემბერს აღიდგინეს თავი. ქვეყანაში გამომდინარე აი ზუსტად პოლიტიკური უბედურებების თავდასახმება და რომ გადარჩეს ჩვენი ქვეყანა იმ უბედურებებს, იმ არაევროპულ გზას, იმ არაბიზაციის პროცესს, იმ ყველა იმ ემიგრანტების ხმებს და ამ პრობლემა ძალიან ბევრი გვაქვს, ვიცით სულ. აქედან გამომდინარე, აი ამ სივრცეში თქვენი ხილავთ მხოლოდ აი ზუსტად იმ ღვაწმოსილ ხალხს, რომელმაც ეს ყველაფერი გაიარეს, პირნათლად შეასრულეს და მოიხადეს ვალი თავის ქვეყნის წინაშე, რომლებიც არც იხეს დაეიდნენ, არც იმბირებს და არც კაკების ეწოლას და ყველანაირად შეეცადნენ, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი, სრულყოფილი ქვეყანა. ეს უბრალოდ რომ ვიცოდეთ რა გადაცემაა და რაზე იქნება ჩვენთან საუბარი და ვიგულება ძირითადად ჩვენს სტუმრები. მე ხლა წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს. აკომი დავით ამირეჯივი, ფსიქოლოგი, კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელი, უზენაესი საბჭოს დეპუტატი. მეორე ჩემი სტუმარი გახლავთ ბატონი შოთა რატიანი, გეოლოგი, ეროვნული გვარდიის ოფიცერი და ყოფილი პოლიტპატიმარი. მე მინდა საუბარი დავიწყო ბატონებო, აი უბედურებაზე ხო ჩვენ თარიღი გვიახლოვდება, როდესაც დაიწყო ეს უბედურება, რასაც ქვია 22 დეკემბერი, როდესაც დაიწყო ეს საშინელი მე აქამდე სხვათაშორის ვფიქრობდი, რომ ეს იყო სამოქალაქო ომი, მაგრამ მე რომ კარგად ჩავაკვირდი და კარგად გავიგე სამბები, ეს იყო ჩვეულებრივი ინტერვენცია, რაც თქვენ ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ ბატონო დავით, ბატონო შოთა და აქედან გამომდინარე თქვენი აზრი, რა თქმა უნდა, მე მაშინ ძალიან პატარა გახდით, სულ არ მახსოვს ეს ყველაფერი და ნუ კვლევის და გამომდინარე რაღაცები ახლა უკვე შევისწავლე და ვიცი. აი ბატონო დავით, თქვენთან გადმოვალ პირველი კითხვით და უბრალოდ რომ ავიხსნათ 1991 წლის 22 დეკემბერს რა გარემოებები უწყოდა, რა ეს გამყიდვლებრივი ძალები ჩამოყალიბდა და საერთოდ რატომ მოხდა ეს უბედურება ბატონო დავით, თქვენი აზრით? ძალიან დიდი ტრაგედია არის. მე მგონი ასეთი მასშტაბის ტრაგედია საქართველოს ისტორიამ ძალიან ცოტა იცის. საერთოდ თუ იცის. ეს მოვლენა არ არის დამახასიათებელი ქართველებისათვის. იცით რაღაცნაირად ჩვენ მაინც ტოლერანტი ხალხი ვართ, კულტურული ხალხი ვართ. მიუხედავად 70 წლის, ესე იგი, ამ გამოცდილების კომუნისტურ ქვეყანაში ცხოვრების და მაშინაც ხომ ფაქტიურად მოხდა ოკუპაცია ქვეყნის ინტერვენცია. მსგავსება იმაში არის, აი თქვა 1921 წლის ამბებში, არა რომ ესე იგი მსგავსება ესაა, რომ იქაც ქართველები აქტიურობდნენ, არა სტალინი, ესე ორჯონიკიძე, შუვაროვის კომიტეტი, რომლებმაც რამდენადაც ვიცი, ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინეს, ესე იგი ლენინს, რომელსაც არ ჰქონდა თურმე განზრახვა, ესე იგი, აი მე-11 არმიის შემოყვანის ბაქოდან თბილისში. მაგრამ დაუცადოთ ეს, რომ ეს არის აუცილებელი, რომ ლაპარაკია კავკასიის, ასე ვთქვათ, აი გაწვრთნებაზე, არა? და აი ქართველთა ინიციატივით
სხვა სტალინი საინტერესო რამეს ამბობს, რომ მე ვარო ქართული წარმომავლობის რუსი. დიახ. ხო, და ქართული წარმომავლობის რუსებმა დაიპყრეს საქართველოს რუსეთის არმიის ჯარი. მაშინ 21 წელს, ხო? შემოიყვანეს, ვიცით ეს ტრაგედია, ხო, სტუდენტები იბრძოდნენ, ესე იგი, ჩაგეჭრებით, იმიტომ რომ 1920 წელს ჩვენ დამოუკიდებლობა თვითონ აღიარა რუსეთმა აღიარა. ამიტომ ვამბობ, რომ ესე იგი, საქმე, იმიტომ რომ ბატონმა ზვიანმა ელჩიც მიმართა, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ურთიერთობა სწორედ 20 წლის 7 ესე იგი, აპრილის ხელშეკრულებით. იმიტომ რომ მაშინ რუსეთმა აღიარა საქართველოს და იმის შემდეგ მოხდა ინტერვენცია. ესე იგი, ჩვენ ხო არ შევედით ჩვენინებით RSFSR-ში, ეს მოხდა ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ ინტერვენციის და ოკუპაციის ხარჯზე. ესე იგი, ეს იყო ქართული ხალხის და ხელისუფლების ნების საწინააღმდეგო პირდაპირ თან არ არის მოწერილი ხელი კაპიტულაციის აქტზე. ხელისუფლება ისე წავიდა, რა ზოგმა დატოვა საქართველოს ზოგი დარჩა და დაიღუპა და მოკლეს და გაანადგურეს, მაგრამ კაპიტულაციაზე ხელი მოწერილი არ არის, ამიტომ ეს არის შუბთა ოკუპაცია. 1921 ერთ მომენტს გავიხსენებდი ამ დახვრიტებზე და ჩვენ გიორგი მაზმიაშვილი გვახსოვს ხო ეს დიდებული ქართველი, რომელიც ემიგრაციაში ვერ გაძლო, ჩამოვიდა, წავიდა თავის სოფელში და გუთანს მოკიდა ხელი და მაინც დახვრიტეს. ეს ხო ვიცი უკვე რამ ხო? ესე იგი, ახლა 22 დეკემბერს ფაქტიურად გამეორდა ეს სიტუაცია. ეს რა თქმა უნდა არ იყო არაერთი სამოქალაქო ომი, პირდაპირ შემიძლია თქვა, რომ სამოქალაქო ომებში რუსეთის არმია და ესე იგი სამხედრო ფლოტი, საერთოდ სხვა ქვეყნის ძალები, რა, ესე იგი სამხედრო ძალები არ მონაწილეობდნენ სამოქალაქო ომში. კლასიკური გაგებით ეს არის კლასიკური ოკუპაცია და ინტერვენცია, კლასიკური. აქედან გამომდინარე, ესე იგი, მაგრამ რამ გამოიწვია ეს ხო ეს არის რამ გამოიწვია და ჯერ კიდევ 89 წელს ესე იგი 9 აპრილის მოვლენებმა მათ შორის ძალიან სერიოზული ძვრა შეიტანეს საბჭოთა სისტემის, შეარყიეს ძალიანძლიერად და ისედაც მორღეული ესე იგი ქვეყანა რა დადგა დაშლის პირას. აი ჩვენ რომ ვამბობთ, იცით რომ 9 აპრილი რაღაც მარტო თითქოს საქართველოს ეხება 9 აპრილზე უზარმაზარი საუბარი იყო ეს სახალხო დეპუტატთა ღრიბობაზე 89 წელს. აი სადაც ესე იგი გამოსვლები ჩვენების ქართველების გამოსვლებიც იყო თამაზ გამყრეძის გახსოვთ ხო? ესე იგი და აი იმ ღრიბობაზე ძალიან დიდი ასე ვთქვათ აი ძვრა გამოიწვია საერთოდ ამ მოვლენებმა ჩვენმა ბრძოლამ შეუიარაღებელმა ძალიან მშვიდობიან მიტინგები გახსოვთ მარტის მიტინგები წერდა ხალხი მღეროდა ხო ესე იგი ეს იყო რაღაცა მეცით აი რაღაც ეროვნული სულის აღმაფრენა და რაღაცა ძალიან კეთილი თავის სიყვარულით სავსე უაღრესად კულტურული აი დიდი ზეიმი მე რომ თავი გაიხსენა ხო და სხვაჩვენს ამას მე მაშინ სტუმრად ყავდა ეს ამერიკელი კენტოკის უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის მეტრი ესე იგი რომელმაც მე გააკეთა მოხსენება ფსიქოლოგიის ინსტიტუტში უნივერსიტეტში მართლმადიდებლი თავის ოჯახით და ისინი 9 აპრილს იყვნენ და აი უნივერსიტეტში მახსოვს ამბობდა რომ მე ვესწრებიო დავდივარო მიტინგებზეო და აღფრთოვანებული ვარ ქართული ხალხის ესე იგი აი სულიერი სიმდიდრით აი იმ სილამაზით რომელთაც მათ უნდათ მოიპოვონ დამოუკიდებლობა არა ესე ისე სანახაობა არის თქვენ ალბათ შეჩვეული ხართ და მე რომ ამას უყურებ და მიტინგები მაგ ნანახი ნუ საშინელი რბევა რაღაცა აგრესიული გინება რაღაცა რა ჩხუბი და ესო მიტინგი კი არ არისო ეს არისო რაღაცა ესე იგი ნუ მოდი ესე რომ რაღაც ფოლკლორის ნაწილი ხო და ეს იყო მართლა რეალურად რა და
მაგრამ ამ ესე იგი აი ამ მუხტმა, ესე ამ კულტურულმა რაღაცა ძალიან კეთილშობილმა მუხტმა ეს საკუთარი სამშობლო დამოუკიდებლობისკენ ასე ვთქვათ ძალიან მშვიდობიანი და ესეთი ძალიან ადამიანური და ყველასთვის გასაგები იმპერატორის არა ამან შეარყია საბჭოთა სისტემა. ისეთ არა ვთქვათ რაღაც შეიარაღებულმა გამოსვლებმა, არა ვთქვათ აჯანყებებმა, რომ არამედ აი ამ მშვიდობიანმა მასიურმა სულიერმა ძალამ, რომელიც დაუპირისპირდა აი ამ უსულო სისტემას და ძალიან ასე ვთქვათ სხვათა შორის ეხლა რომ მოარული ძალიან ბოროტი ხმები დადის ბატონოშო და თქვენთან ციკლება ეს მოსული დაწნეულოთ თქვენს რომ აი საქართველოს რა წითელი კვერცხი ხო არ იყო პირველმა რომ დაიწყო ისედაც ინგრეოდა საბჭოთა კავშირი და რა გვინდოდა ჩვენ და ესეთი საშინელი აზრები რატომ დადის და მე სულ პასუხობ ხოლმე ეგეთ რამეს რომ თემულენგს სოფლიო ბანებდა და გიორგი მეშვიდე ბოლომდე ებრძოლა ჩვენ ეს შმაგი თავისუფლების მოყვარული ხალხი ვარ და როცა თავისუფლებაზეა ლაპარაკი მე მგონი ჩვენ პირველებმა უნდა ამოვიგოთ ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე ამიტომ და ეს პირიქით უნდა მიამაღლებოდეს ხო ქართულს რომ მე ვიყავ ის პირველი მეწყალი ხო ამ უზარმაზარი არა ნამდვილად საქართველოს უზარმაზარი როლი აქვს საქართველოს შეატრიალეს რომ ვიღაც ნავადნი როგორ ამახინჯებენ რა გინდოდა აი უხსენებელის მე არ ვახსენებ მაგათ სახელს ის არ იყოს თუ წასულიყო აწუხელიძე ბავშვებს მოფერებოდაო კაცო რატო იგნორდა თავს ხვდებით ხო ეს არის საშინელება იმიტომ ჩვენ გმირებით ვიცხოვრეთ ხო ჩვენ ცხოვრება თუ რაღაცა მოყოლაპები ვერ ვიყავდა მაგრამ ისეთი გმირები ვყავდა რომ თავისი ვაჟკაცი და გულით არჩენდნენ ხო საქართველოს და ეს ბევრი იყო ჩვენ ისტორიაში ბატონო და ეხლა რო გავაგრძელოთ, შეიგი თქვათ აი იგივე სახალხო დეპუტატების ხრივობა 89 წელს იქ ცნობილი სიტყვა თქვა სახაროვმა. და მის სიტყვაში გაიჟღერა აი ერთმა იმან რომელიც მე კლასიკად იქცა ასეთმა დებულებამ არა რომ ჩვენ უნდა დავშალოთ საბჭოთა კავშირი და ავაწყოთ თავიდან უნდა დავშალოთ სახელმწიფო არა ეს მაგრამ უნდა მიეცეს პრიორიტეტი საბჭოებს საბჭოთა კავშირი ხო საბჭოების კავშირი ხო და ესე იგი სახაროვმა ხაზი გაუსვა საბჭოების პრიორიტეტს და პარიტეტულ საზღვრებს აი ავტონომიები რომ არის ისეთივე უფლებები უნდა ქონდეთ როგორც ასე ვთქვათ ცენტრს ხო ესე ცენტრი და ავტონომიები უნდა გათანაბრდნენ უფლებებში და საბჭოების იდეა საბჭოების მმართველობა უნდა წარმოვიდეს წინაპრებზე ეხლა რა არის საბჭოები ძალიან მარტივად რო ვთქვათ ეს არის საბჭოთა ნომენკლატურა საბჭოთა ნომენკლატურა, რომელიც იყო ერთი დიდი ოჯახი, თვითონ ოჯახია, ყველა 15-ვე რესპუბლიკაში საბჭოთა კავშირის. ერთიანი განუყოფელი ოჯახი. არა, იქ ნაზარბაევი იქნებოდა, თქვათ, თუ შევარდნაძე იქნებოდა, თქვათ, ხელისუფლებაში, არა, ძალიან მაღალ ხელისუფლებაში. თუ ვინ იქნებოდა, უყურეთ ეს საბჭოთა კავშირი იყო აი ამ ესე იგი რესპუბლიკების თანაბარი მმართველობა ფაქტიურად. აი ხო სტალინის პუტინი რო ამბობს რომ მე საბჭოთა კავშირის აღდგენა მინდა თხოვის. იმიტომ ეს არ მისცემს ხელისუფლებას არც ერთ ნაცმენს. პუტინი რეალურად აშენებს რუსეთის იმპერიას და არა საბჭოთა სისტემას. ეს უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი თქმული. ხო. ეხლა უყურეთ აქედან გამომდინარე საბჭოთა ოჯახი, ხო? ესე იგი სახაროვი შესაძლებლად თვლიდა საბჭოთა კავშირის როგორც სახელმწიფოს დაშლას, ნაწილებად რესპუბლიკები თქვა შეიძლება, მაგრამ საბჭოების შენარჩუნებას ეს იყო წამყვანი. ესე იგი ფაქტობრივად საბჭოთა კავშირის დაშლა იყო ბლეფი. იმიტომ საბჭოთა კავშირის მმართველობა საბჭოების მმართველობა კომუნისტური მმართველობა ერთი დიდი როგორც თქვით რა განუყოფელი რაღაცა ესეთი სისტემის მმართველობა ყველა რესპუბლიკაში კომუნისტური პარტია მართავდა ყველაფერს. ეხლა რა ხდებოდა საქართველოში? საქართველოში 9 წლის შემდეგ ჩვენ ასე ვთქვათ ძალიან დიდი მოძრაობა გავიარეთ
და 91 წლის 9 აპრილს და 9 აპრილს იმიტომ რომ ძალიან დიდი მსხვერპლი იყო და ეს ბავშვები და ახალგაზრდები რომ დაიღუპენ, არა მარტო ახალგაზრდები, ხანშეშული ხალხიც იყო, არა 23 ადამიანი მე ძალიან ეჭვმეპარება, გადაგაცილებით მეტი იყო. მაგრამ ოფიციალურად ესე ამ ხალხმა თავი გაწირა დამოუკიდებლობისთვის. და ამიტომ სიმბოლურიც იყო და აუცილებელიც იყო, რომ აი ეს 8 წელი აღნიშნული იყო 9 აპრილს. და ესე იგი, აი მათი ბრძოლა დამთავრებული იყო გამარჯვებით და არა ტრაუმით. თუ 9 აპრილი მხოლოდ ტრაუმაა, თუ ეს მარცხია, მაშინ ეს ბავშვები დამარცხებულები არიან. და თუ 9 აპრილი გამარჯვება, არა, მაშინ 9 აპრილს უნდა დანიშნული იყოს სწორედ დამოუკიდებლობის აქტის აღდგენა. 9 აპრილს უნდა მომხდარიყო და ეს იქნებოდა არა ფრუსტრაცია ეროვნული, არამედ დიდი გამარჯვება. არა, ამიტომ აბსოლუტურად ზუსტად იყო, ესე იგი, ეს ზნეობრივი, სხვანაირად შეუძლებელი ყოფილიყო, ეს ძალიან დიდი ზნეობრივი გადაწყვეტილება იყო, სწორედ 9 აპრილს უნდა აღდგეს ის, რასაც შეეწირა ამდენი ხალხი. არა, ეხლა რა აღდგა 9 აპრილს, უყურეთ, ესე იგი, ჯერ 9 აპრილამდე იყო ესე იგი 28 ოქტომბრის არჩევნები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, იმიტომ რომ ეს იყო დემოკრატიული არჩევნები, ეროვნული თანხმობა ბატონის ზვიადის იდეაა საერთოდ და ეროვნული თანხმობის გამოხატულება იყო ეს არჩევნები, იმიტომ რომ ყველა უკლებლივ, ესე იგი, სერიოზული მხარე, რაც კი მაშინ საქართველოში იყვნენ, კომპარტიის ჩათვლით. ესე იგი, იღებდა მონაწილეობას პარიტეტულ საწყისებზე, აი ამ არჩევნები, ეს არჩევნები არ იყო საბჭოთა საქართველოს არჩევნები, ეს იყო დამოუკიდებელი კომისია, პარიტეტულ საწყისებზე, ესე იგი, შექმნილი, ყველა პარტიას ჰქონდა თავის წარმომადგენლობა, იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე არჩევნები და ესე იგი, ჩვენ, აი დედაჩემი იყო მაშინ მახსოვს, ესე იგი, კარიკარ როგორ დავდიოდით ეზოში ჩუღურეთის რაიონში დეპუტატი გავხდა ხელისმომწერი, ესე იგი, აქტზე დამოუკიდებლობის, როგორი შეხვედრები სკოლებში, ესე იგი, ეზოებში, დაპირისპირება კომპარტიის წარმომადგენლებთან, იქ, ესე იგი, დებატები იყო ძალიან ცოცხალი, უშუალოდ ცოცხალი და ეს დებატების კულტურა იყო და ნამდვილი ბრძოლა და ესე იგი რა ხალხი მოვიდა ამ არჩევნების შედეგად უყურებთ ხალხი რომელიც არ წარმოადგენდა საბჭოთა ნომენკლატურას არა ესე იგი საბჭოებს არ წარმოადგენდნენ უყურეთ ახლა რა არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი რაც უნდა ვიცოდეთ უბრალოდ აი ვინცაც თქვა დაივიწყა არ იცის ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ჩვენ დავანგრიეთ ამით საბჭოთა მართლობის სისტემა რომელიც მოიცავდა მთელ საბჭოებს, არა მარტო საქართველოს. იმიტომ რომ ერთ ადგილას თუ ეს სისტემა დაინგრა, არა ეს ოჯახი, რა დიდი ხო, გაწყდა ჯაჭვი და ეს გამოიწვევდა დომინოს ეფექტს. ამის ეს იყო უაღრესად საშიში, აი ესე იგი საბჭოთა შენარჩუნებული საბჭოთა კავშირისათვის, რომელიც ფორმალურად სახელმწიფო აღარ იყო, მაგრამ საბჭოების კავშირი იყო უმძლავრესი. ეხლა უყურეთ რა მოხდა, როდესაც ესე იგი დეკემბერში არა მოხდა ოფიციალური გაუქმება საბჭოთა კავშირის ყველა დანარჩენმა რესპუბლიკებმა და იქ ყოფა ხელისუფლებამ ესე იგი სინით მიიღეს დამოუკიდებლობა სინზე მორთმეობი ეს რას ნიშნავს? იმას ნიშნავს რომ საბჭოები ყველგან დარჩა საბჭოთა ნომენკლატურა ყველგან დარჩა სტატუს quo შეინარჩუნა და ყველა რესპუბლიკა აი როგორც იყო ჩაფიქრებული საქართველოს გარდა და ბალტიისპირეთის გარდა
ეხლა პატარა განსხვავება არის, უყურეთ, საქართველოსა და ბალტიისპირეთს შორის, იმიტომ რომ ბალტიისპირეთშიც იყო KGB, ბალტიისპირეთშიც იყო კომპარტიის ლიდერები, მაგალითად გრიბუსკაი და ლიტვაში. კომპარტიის ლიდერებია, მაგრამ იქაური ელიტა მთლიანად ეროვნულ ფერმაზე გადავიდა გზაზე. მე მგონი ისინი ჩვენზე ცოტა ხანს იყვნენ ამ სიმაღლეში კიდე. KGB-ს ეროვნული გახდა. არა რუსულ, ესე იგი, ლიტვური წარმომავლობის KGB, ხო? კომპარტიის ესე იგი წევრებიც ეროვნულები გახდა, იმ წუთში დაიკავეს ეროვნული პოლიცია. საქართველოში ეს ასე მოხდა. საქართველოს ელიტამ, კომუნისტურმა, არა, საბჭოთა ელიტამ არ დაიკავა, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობის და ეროვნული პოზიცია. არამედ მათ შეინარჩუნეს აი ეს საბჭოთა ასე ვთქვათ, ნომენკლატურის სტატუსი და დაუწყეს ბრძოლა ეროვნულ ესე იგი ხელისუფლებას. ესე იგი ჩვენთან რა მოხდა, როგორც ვთქვით, 28 ოქტომბერს მოვიდა ეროვნული ხალხი, ეროვნული ინტელიგენცია, ეროვნული პარტიები, ეროვნული პოლიტიკოსები და ამ ხარემ გაიმარჯვა არჩევნებს. ხო, ჩვენს არ ელოდა ზვიადები, ჩვენ გამარჯვებულს ვუყურებთ. ნუ იფიქრა შეიძლება მეორე ადგილზე გავიდეთ კომპარტიის, მაგრამ ესე დიდი ამბავია, იმიტომ რომ უზენაეს საბჭოში შევა ეროვნული ძალა და აღმოჩნდა, რომ ჩვენ კოლოსალური იმითია რა გავემარჯვეთ მაშინ. და მოვიპოვეთ ესე იგი უმრავლესობა. და ეს იყო კატასტროფა არა მარტო ქართული ნომენკლატურისთვის, საბჭოთა ნომენკლატურით, რომ გაწყდა ეს. ჯაჭვი. ესმით ხო? ამან განაპირობა 22 დეკემბერს ესე იგი აი ის რასაც პუტჩს ეძახიან და სამხედრო გადატრიალებას ეძახიან და სამოქალაქო ომს ეძახიან და არც ერთი მართალი არ არის. იმიტომ რომ პუტჩი და ეს რაღაცები რაც იყო, ეს იყო ეტაპი, ამით დაიწყო რა ოკუპაცია ქვეყნის. პირდაპირ რუსული უზარმაზად 15 გემი შემოვიდა ატომური ფლოტი. ესე იგი ბალტინის იმითი რა ქვია ხელმძღვანელი ადმირალ ედუარდ ბალტინის ხელმძღვანელობით როდესაც ზვიად გამსახურდია იკრებდა უკვე ძალას და ბრუნდებოდა თბილისში და ესე იგი ამის გამჩერებელი არავინ არ იყო, იმიტომ რომ თბილისი ელოდებოდა, მთელი საქართველო ელოდებოდა აი ამ საშინელებისაგან, ამ მხედრიონის დიქტატისაგან, ესე იგი და ძაბსვაგლეჯვა ხალხის ესე იგი რაღაც კოშმარი გამოვიარეთ, ხო და აი ზვიადი ნამდვილი არჩეული პრეზიდენტი კეთილშობილი კაცია რა, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა და არავის არ ებრძოდა, არავით არ იჯდა უზენაეს საბჭოს შენობაში. რა სამოქალაქო ომები ერთ შენობაში იყო მთავრობა და ეს ესე იგი კაცი ჭამიები ესროდნენ იქიდან აქედან აფეთქებდნენ და კლავდნენ. ეს არის სამოქალაქო. გახსოვთ ხომ ის ლიდერული სექტორი ჩვენ ისე უნდა გავემარჯვოთ, რომ დამარცხებულებმა თავი დამარცხებულად არ იგრძნობა. ხო, გახსოვთ. ეს ზვიად გამსახურდია ესე აბსოლუტურად მშვიდობიანად რა უზარმაზარი ძალების ესე იგი არა და ხალხის იმით ორ დღეში შემოდიოდა თბილისში და ერთი გასროლის გარეშე ხდებოდა სტატუს კოს აღდგენა ხელისუფლების. იმიტომ რომ ვერ იტანდა ხალხი ამათ. არაფერი არ ჭირდებოდა ზვიადს და რა გააკეთა პირადად ედუარდ შევარდნაძე. ესე იგი, ნუ მანამდეც რუსები გვებრძოდნენ, არა 22-ში თქვენ ალბათ დააჟურებთ რა რაღაცები. 22-ში ჩვენ რუსები გვებრძოდნენ, რუსული იარაღით გვებრძოდნენ, საბჭოთა იარაღი, ზაკო იყო ჩართული მთელი ამბავი. არა, ესე იგი, ამ დეტალებზე აი ხო, უყურეთ რა შეასაქმე და ესე იგი, ედუარდ შევარდნაძე ურეკავს უკრაინის პრეზიდენტ კუჩმა იყო მაშინ და თხოვს დახმარებას. იმიტომ რომ ვიყუპებით და იღუპება მეორე არა მარტო საქართველო, არამედ საბჭოთა სისტემა. იმიტომ გაწყდა აქ. და ესე იგი, შევარდნაძე დავალება იყო აღდგენა საბჭოთა ნომენკლატურის ხელისუფლებაში. საბჭოთა საქართველო უნდა დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში აქ, არა, რომ გადარჩენილიყო ამ მთლიანად სივრცე საბჭოთა.
ხო და საქართველოს გამიშოვანი ადგილი იყო არა ჯერ ერთი თურქეთის ნატოს ქვეყნის არა ესე გეოპოლიტიკურად გამიშოვანი იყო და ეს დანაკლისი ამ სისტემის კავკასიის ცენტრი არა იქნებოდა დამხუპველი ამიტომ გადაწყდა რა აღდგენა საბჭოთა ნომენკლატურის აღდგენა საბჭოების საქართველოში და ვიმეორე ფორმალურად დამოუკიდებლები იყვნენ გახდნენ ეს რესპუბლიკები მაგრამ არსებობდათ იმართებოდნენ საბჭოების მიერ როგორც ეს იყო ჩაფიქრებული ჯერ კიდევ 89 წელს და დარჩა შუა აზიის ხო ესე იგი აქ დაიწყო მაგრამ მე როდესაც ზვიადი ბრუნდება პირველი სიტყვები რომელსაც ზუგდიდში ამბობს რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ძმათა მკვლელი ომი და ძმებში გულისხმობს აფხაზებს გულისხმობს ესე იგი სამაჩაბლოს მოსახლეობას ახლა ზვიადს ამბრალებენ რომ რაღაც ეთნიკური ნიადაგზე ქონდა რაღაც ასე ვთქვათ ის ფუილი ხო და აი ესე უყურეთ რომ აფსუებს ებრძოდა თურმე ზვიადი და აფსუებს თავაზობდა რომ წასულიყვნენ აფსუებს კი არ ებრძოდა აფსუა სეპარატისტებს ებრძოდა სადაც სიტყვა აფსუას ამბობდა იქ სეპარატისტს აუცილებლად უმატებდა იმიტომ რომ ის ყველა აფსუას ქართველები არიან სეპარატისტები თუ აბა შევერნა აბა კომპარტია ვინა რა ხომ სეპარატი ქართველებზე დიდი სეპარატისტი რანაირად არის აფსუა მაგრამ სეპარატისტია იგივე საქმეს აკეთებს რასაც აქ აკეთებს ედვარდ საქართველოს დაშლა და ასე ვთქვათ მიერთება რუსულ მატარებელს რა როგორც იყო ეს იყო ამოცანა ამიტომ 22 დეკემბერი ეს არის ასე ვთქვათ ხო რატომ მოხდა მანდამაც 22-ში იმიტომ რომ 21-ში იყო ვალმაადაში შეხვედრა სადაც ხდებოდა აი ესე ახალი დსთ-ს არა რომელიც იყო საბჭოთა კავშირის მოდერნიზებული რაღაც ვარიანტი, არა ამის საბჭოთა კავშირის უკვე ფორმალურად აღდგენა ამ საბჭოების ბაზაზე ხდებოდა აღდგენა ალმა-ატაში უკვე ეს 8-ში დაიწყო 8 დეკემბერს. იქ იყვნენ უკრაინა, რუსეთი და ნაზარბაევი ხო და აი ალმა-ატაში უკვე უფრო გაფართოებული ფორმატი უნდა ყოფილიყო, საქართველოს უნდა შესულიყო და უამრავი კიდევ ესე იგი 8 რესპუბლიკაზე იყო ლაპარაკი შევიდეთ ესეთოს. ზვიადმა ამაზე თქვა უარი. თქვა ესე იგი უყურეთ ეს მოსინჯვა იყო ციტიმატო მაკერონული ხელისუფლება ეს არ არის საბჭოები მაგრამ იქნებ დათანხმდეს ეროვნული ხელისუფლება და თუ შემოვიდა აქ მაშინ შევჭამთ გადავყლაპავთ ძალიან მარტივად რა და ზვიადე ამას არ დათანხმდა ესე ზვიადმა შეინარჩუნა ეროვნული ხელისუფლება არ გაითქვიფა ამ საბჭოთა მოდელში ახალში და ახაც გამოვიდა საქართველოს რა დამანგრეველი აი ამ დსთ-ს იდეის ფაქტობრივად. არა ესე ორჯერ ერთხელ საქართველოს დაანგრიეს საბჭოთა კავშირი და მეორე დსთ-ს იდეა შეუტია დსთ-ს. არა ეს ვეღარ აიტანა ელცინმა პირდაპირ შემოუთვალა რომ თქვენ თუ უარს იტყვით ხელს მოწერაზე ალმა-ატაში რა და არ შემოხვალ დსთ-ში ჩვენ ვიწყებთ ომს თქვენ წინააღმდეგ. ეს ვინ ჩვენ რუსეთი ელცინმა პირდაპირ განაცხადა რა რომ ჩვენ შინაგანი რაღაცა პარტნიომენკლატურა კი არ გვებრძვის ისინი რისი მებრძოლები არიან საერთოდ ვინ არიან რისი გამკეთებლები არიან კომპარტიაც ფაქტიურად აღარ არსებობდა რა იყო აი ეს ელიტა ეს ნომენკლატურის სახით მაგრამ დასუსტებული რისი მაქნისი იქნა ეს უშუალოდ რუსეთი გვერდზობდა ის აიარაღებდა ხებრიონს ეს აიარაღებდა და ფულზარმაზარი მილიონობით ფული შემოდიოდა ფულჩირდღე ყოველ დღე 10-15 მილიონი შემოდიოდა რუსეთიდან ფული ამად დასაფინანსებლად ესე იგი ზაკოვის შტაბი გახსნილი იყო აიარაღებდა უკანასკნელი იარაღით ყველაზე მაგრამ ეს არაფერი არ იყო აი როდესაც ზვიადი ბრუნდება და ესე იგი
აი ამ საშინელებების შემდეგ რომ გადაწყვეტა რომ არ შეიძლება ამ სისტემის არსებობა. იმიტომ რომ ამ სისტემამ დაიწყო ომი აფხაზეთთან, ესე პროვოკაციული ომი რუსეთის პროექტი. კიდევ ერთი ნაღმი. საშინელი ნაღმი ჩადოა რა და ფაქტია რატო ჩადო ეს ნაღმი? იმიტომ რომ ტერიტორია გაცვალა საბჭოთა ხელისუფლებაზე. არა, ამიტომ ჩადო. ხო და 400-1000 ადამიანი გამოყარა ასეთი დევნილობა საქართველოს არ იცის საერთოდ. როდის იყო ასეთ საშინელებაც? აი ეს ჩაიდინეს ამ კაცი-ჭამიები. შახაბას თუ გავიხსენე. ხო და ამ კაცი-ჭამიების სასარგებლოდ ესე იგი შევარნაძე ურეკავს კუჩმას. მერე კუჩმა ეუბნება რომ იცი რა ხო იციო შავი ზღვის ფლოტიო ორმაგ დაქვემდებარებაში არისო უკრაინის და რუსეთის იმიტომ რომ ატომური ფლოტი იყო და ატომური ფლოტი ატომური იარაღი უკვე მთლიანად იმ დროს გადავიდა რუსეთში აღარ დარჩა უკრაინაში ამიტომ რახანეს ატომური ფლოტი იყო იქ უშუალოდ რუსეთის გამგებლობის ქვეშ იყო ბალტიმი მაგრამ იქ იყო გრაჩოვი ედუარდ გრაჩოვი ესე იგი გენერალი გრაჩოვი რომელიც იყო საბჭოთა აი ამ ესე იგი თავარსარდალი ესე იგი რუსეთის თავარსარდალი და იმას კითხა შევარდნაძე ესე იგი იელცინთან რაღაცა გაუჭირდა დაკავშირდა ეს ძალიან სწრაფად უნდა მომხდარიყო და აი გრაჩოვს დაუკავშირდა გრაჩოვმა უთხრა რომ ესე იგი ბალტინსაც შეუთვალა და შევარდნაძესაც რომ ესე იგი იმოქმედეთ ისე როგორც არის საჭირო ესე იგი დარტოვნება 15 გემს ატომური იარაღით შეიარაღებულს შემოსულიყო საქართველოს ტერიტორიაზე ფოთში გაჩერებულიყო ესე იგი ფოთელებს კარგად ახსოვდეს საშინელებებს იქ რა ეს მოუწყეს არა ესე იგი სამხედრო ესე იგი აღლუმი შავ ზღვაზე ჩვენ ტერიტორიაზე რუსებმა და ამან ესე იგი კოლოსალური შეიარაღება იყო ტანკები, დრონე ტრანსპორტიორები, ქვეითები, ესე იგი სადესანტო ძალები ეს ევროპას აიღებდა ესეთი ძალა იყო ეხლა რატო შემოიყვანეს სამხედრო ძალა ამას გეტყვით მე ესე იგი ეს მარტო იმიტომ არა რომ ზვიად პირველ რიგში მაგრამ ეროვნული ხელისუფლების გამო არა მხოლოდ არა და რა გააკეთეს ესე მოედენ მთელ საქართველოს ნუ მთელი ესე დასავლეთ საქართველოს ხო მთლიან ქუთაისამდე ჩამოვიდა აკონტროლებდნენ აბსოლუტურად ყველაფერს და ესე იგი ამ პირობებში აი ეს ზვიადის ასე ვთქვათ უდიდესი დარტყმა მიაყენეს სწორედ აი ამ ესე იგი მსვლელობას ზვიადის დაბრუნების იდეას თბილისში არა დაიცვეს შევარდნაძის საოკუპაციო რეჟიმი აქ შეიძლება პირდაპირ ვთქვათ იმიტომ რომ ოკუპაცია არის აბარადი რა თქმა უნდა საოკუპაციო დაიცვეს საოკუპაციო რეჟიმი და ესე იგი აი ამის შემდეგ მოხდა რა აღდგენა და გამაგრება რუსული მმართველობის პირდაპირ რუსული მმართველობის საქართველოში არა ანუ როგორც სტალინი ამბობს ესენი არიან ვინ ესენი არიან ქართული წარმომავლობის რუსები დღემდე არიან ხელისუფლებაში იმიტომ რომ ამ ხელისუფლებაში უამრავი ადამიანია ვინც მაშინ უბრალოდ პუჩისტიკი არ იყო ხელმძღვანელობდა გადაწყვეტილებას დიახ მე ერთ-ერთი ჩვენი მაღალჩინოსანის მამაც ბევრია ხო ესე პირდაპირ ოფიციალური პოსტები ეყავათ ესე იგი აი პუჩის სამხედრო საბჭოში ხელმძღვანელობდა მაგალითად საორგანიზაციო განყოფილება პუჩის ორგანიზაცია არის ის ხალხი დღეს არის ხელისუფლებაში. პირდაპირ რეზიდენტები რუსეთის. დასისხლიანი ის კი არა, ესე იგი იარაღი და უბედურება დაგვატახეთ თავზე. ესე იგი, აი ეს არის 22 დეკემბერი, არა, უარი საბჭოთა ახალ მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირთან რა ურთიერთობაზე
არაფერი ნეიტრალიტეტი სვაც გერჩვით არც გებრძვით არაფერი უბრალოდ ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო და გვინდა ვიყო დამოუკიდებელი ქვეყანა. ვერ აიტანეს ეს. არა, ეს ვერ აიტანეს, იმიტომ რომ ვიმეორებ, საშიშროება იყო არა მარტო საქართველოს ვერ აიტანეს ჯაჭვის გაწყვეტა, როგორც თქვენ ძანეთ. ძალიან საშიში იყო. ეხლა რატო დაჭირდა პირდაპირ თქვა იელცინს აქ 15 ატომური იარაღით შეერაღებული გემის შემოყვანა. არა, რა იმის ერთი მიათედიც ეყოფოდა საქართველოს. რა ქონდა ჩვენ არც იარაღი ქონდა, არაფერი. ერთადერთი ქონდა სიყვარული, ზვიადის და პატრიოტიზმი და ამით ვიგებდით, არა? მეტი რა ქონდა, ეხლა წარმოგიდგენთ. ხოდა რა საჭირო იყო ასეთი უზარმაზარი ძალა? აი აქ პარალელი შევა 2008 წლის აგვისტოს ომთან გავაბათ საქმე რა შეეცეთ. საქმე იმაშია, რომ თუკი რუსეთი თავის ძალას შეიყვანდა, ესე იგი თბილისში და აქ ესე იგი რუსული ხელისუფლება ოფიციალურად დაემკვიდრებდა თავს. ასეთ შემთხვევაში იყო საშიშროება თურქეთის შემოსვლის აჭარაში. რატო? იმიტომ რომ იგივე 20 წლის ხელშეკრულებით არა მანამ საქართველოს დამოუკიდებელია, არა თურქეთს არანაირი პრეტენზია არ აქვს და აჭარა ჩვენია და სხვაჩვენს ის მიწები ქართული რუსეთმა გადასცა და თურქეთს კი არ მოუთხოვია გინდა თუ არ მომეწია. ეს იყო გარიგება რუსეთის მხრიდან, რომ გაეჭერებია თურქეთი. არა, ესეც რუსეთის ბრალია და არა ჩემი ყველა უბრალოდ ის რომ ესე იგი იელცინს შეეჩერებია თურქეთის რეაქცია და თურქეთის ძალები, ესე იგი აი ამ პროცესების ესე იგი არ შემოსულიყო აჭარაში, ატომური ფლოტი გამოდა. დაემუქრა თურქეთს და რას ჩვენ რაში უჭირდებოდა ხელმძღვანელობა თან ატომური ვიყურეთ. თურქეთი ეხლა რა პარალელია 2008 წელს. იგივე პარალელია ზუსტად. როდესაც რუსეთის არმია ესე იგი აგვისტოს ომის შემდეგ არა პერიოდში დაიძრა თბილისისკენ და 15 წუთის სავალში იყო. უცებ შეჭერდა, მოტრიალდა და წავიდა. ვერავინ ვერ ხსნის რატო არ შემოვიდა. მერე ხო მეძვეძები და ესაც ამბობს, რომ ჩვენ უნდა შევსულიყავით და ეს კიდე წინარე, არა, რომ საჭირო იქნება შევა თბილისში. რა მოხდა მაშინ? რა მოხდა და თურქეთის არმია მოადგა ყავს. ესე იგი საქართველოს თურქეთის საზღვარს და თურქეთის ფლოტი დაიძრა საქართველოს აკვატორიისკენ. რომ თუკი ეს 15 წუთი იყო დარჩენილი. თუკი პუტინის მეძვეძევი იყო მაშინ პრეზიდენტი. თუკი ესე იგი ძალა შემოვიდოდა თბილისში, მაშინ აჭარას დაიკავებდა თურქეთი. ნატო არ დაუთმობდა აჭარას რუსეთს, გამორიცხულია შავი ზღვის პირეთს, ესე იგი და რა მოხდებოდა, ესე იგი თურქეთის და ნატოს ძალები და რუსეთის არმია აღმოჩნდებოდნენ უშუალო დაპირისპირებაში საქართველოს ტერიტორიას მესამე მსოფლიო ომებმა. ესე იგი მაშინ ვერ გაბედა ეს პუტინმა და მეძვეძევმა დაიხიეს უკან. ასეთი რეაქცია, მძაფრი რეაქცია, მხისიერი რეაქცია იყო, ასე ვთქვათ, მათთვის მოულოდნელი. მადლობა ბატონო დავით. ხო, აქ გასაგებია მიგრონი რატო 22 დეკემბერი და რა იყო 22 დეკემბერი იყო ინტერვენცია და ოკუპაცია. ბატონი შოთა არის პირდაპირ მონაწილე. ხო, აი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები და აი ბატონ შოთა შევეკითხები, აი უშუალოდ იმ დღეს რა ხდებოდა ეს რუსების ჯარების აქტივობა, როგორ შემოიყვანეს. ეს უკეთ არავის არ ეცოდინება და არავის არ მონაწილე ხარ. ვინც არის მონაწილე, იმაზე უკვე ცხადია, არავის არ ეცოდინება ეგ ამბავ. აბსოლუტურად ამაში უკვე ეჭვია შეიძლება იყოს, რომ ეს იყო რუსეთის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის საბოლოო კულმინაცია იყო 22 დეკემბერი. ბატონმა დავითმა ახსენა წერან ელცინის მუქარა 21 დეკემბერს, რომ თუ ხვალ დილის 8 საათამდე არ მოაწერ ხელს, შეგექმნებათ პრობლემები. დილის 8 საათში დაიწყო ეს
მოვლენები, მაგრამ მანამდე ალექსანდრეს ბაღი ივსებოდა იარაღით, ამას ჩვენ ყველანი ვხედავდით. მოსახლეობა ხედავდა ამას. ტყვია-მრგვეები შეიტანეს იქ და სვიერ გამსახურდია, რომელიც ოპოზიციამ შეუქმნა როგორი სახელი, იცით, უსურპატორის, დიქტატორის და შემდეგ. მთელი მაშინ საზღვარგარეთ ავრცელებდნენ ამას. არსებობს კადრები შენარჩუნებულია, როდესაც სვიერ გამსახურდია როგორ ეხვეწება უზენაეს საბჭოს, რომ აი ამ ხალხის მოქმედებას, ამ ოპოზიციის მოქმედებას მივცეთ პუტჩის სტატუსი, შეფასება, რომ აღწეროთ სისხლის სამართლის საქმე ამ პიროვნებების ირგვლივ და პარლამენტის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. წარმოგიდგენიათ, უზურპატორი და დიქტატორი, ეხლა მიშა სააკაშვილის ვინმე შეეკითხა იმას დებარტყავს, მოხროვანის ამბოხზე რომ დაიჭირა ხალხი. აი ესე იძაბებოდა ბატონო აგაგის სიტუაცია და მე მაშინ ვიყავი ეროვნული გვარდიის სარეზერვო ჯგუფში. ერთ-ერთი ათეულში ვიყავით. და მეც ისე მოვხილოთ, მეგონა რომ ეს ოპოზიცია უტევდა იმას რა ქვია კანონიერ ხელისუფლებას. და იმათი იარაღი შევედი მაშინ უზენაეს საბჭოს დასაცავად რო წამოვედი, სამში დაუბარე რომ ამას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს მეთქი ისინი იარაღი და მსოფლიო დაინახოს რომ სვიერ გამსახურდიასაც ხავს იარაღით დამცველი ხალხი მეთქი მომხრეები. მაგრამ მოვთხოვდი დილის 8 საათზე რომ დაიწყო შტურმი მთავრობის სასახლეზე, გამოვედი ჩემ მეგობართან ერთად მივედი მთავრობის სასახლესთან. იქ უკვე ხალხი დახოცილი ყავდათ წინ კიდე წინა მხარეს. უკანა მხრიდან მივედით მთავრობის სასახლეს და იქ იყო სხვა ხალხი შეგუბებული. სხვა ხალხი ისმოდა წყევლა და კაცების გინება კიდე შევარნაძის მიმართ, იმიტომ რომ ეს ყველა აშკარა იყო. თვითონ თედო პაატაშვილმა აღიარა, რომ პაატაშვილმა აღიარა, რომ ჩვენ კონსულტაციებზე დავდივართ შევარნაძესთან. იქიდან იგეგმებოდა ეს ყველაფერი. ხოდა ციტაც იქროში რა თქმა უნდა. ხო, რა თქმა უნდა და მთავრობის სასახლეში ვერ შევედით, იმიტომ რომ კი ვითვლებოდით ეროვნული გვარდიის სარეზერვო ჯგუფში, მაგრამ ჩვენი უშუალო ხელმძღვანელი იყო გია უჩავა. ეს ავღანეთ გამოვლილი კაცი მაიორი და მას ჰქონდა დავალებული მთავრობის სასახლის დაცვა მთლიანად. შტაბის უფროსი იყო ოპერაციების დაგეგმა, მაგას ევალებოდა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობდა, მაგრამ მივედი და მაშინ მობილურები არ იყო და როგორ უნდა დავკავშირებოდით და უცებ ვიგზენი მხარზე ხელის დარტყმა. ოხვედით ბიჭებო პატრიოტე გითხრას ხიმილით და გამიხარდა. და ველოდებით ახლა დავიზახებ შეგვიყვანს შიგნით, იმიტომ რომ ეს ჩაკეტილი იყო მილიციისგან გვერდითი შესასვლელი, აი რკინის კარებები როა. და ხალხი აწვებოდა რკინის კარებს, რომ თქვენც ესროლეთ, თუ არა გაქვთ მაგისტრავი, ჩვენ მოგვეცით იარაღი და ჩვენ ვესვრით ამ ოპოზიციას. ხო და თვა გვარდიელმა გადმოგზახა ფანჯრიდან ქაშეთს ეკლესიას ხوار ვესვრით. მაგრამ ხალხის მოთხოვნა იყო, რომ საპასუხო ქმედება ამაზე და მერე იქ მილიცieლებმა დაიხიეს უკან და ეხლა მონუატებით უკარებს თორე შემოჭრათ შეითულებაო და ვალდებული ვარ გესროლოთ. ხო და ველოდებით ამ იმას რა ქვია უჩავას ველოდეთ კარგა ხანს თითქმის 1 საათი და არ გამოვიდა, ჩვენ არ შეგვიყვანა შიგნით. წავედით სახში რომ მოვედი მაშინ
პრობლემები მქონდა ოჯახში, დედამ ჰყავდა ძიმე თავად სიმსივნით და უკვე ბოლო დღეებში იყო რა. ჩავდე ტელევიზორიდან დავენახე გურამ პეტრიაშვილი. მისი ემოციური გამოსვლა ხალხს მიმართავდა რომ იცოდეთო ასეთი ძიმე დღეო საქართველოს აღარ დაუდგებაო ყველა გამოდითო რითაც შეძლებთო ჯოხითო ქვითო ხოდა მიჩი სამსაკითხებზე მხელვარების გარეშეა გამოვიდა სანადირო თოფის შეიფიდან ჯავჯეთი მანქანაში და წავედი შემეგობრებს დაურეკე ტელეფონი სახლის ტელეფონით არავინ სახში არ გამოხდა და მარტო წავედი რა ჩავთვალე რომ იმათმა სხვა გზა იპოვეს და შევიდნენ დავრობის სასახლეში მეტი რომელედენ ის მილიციელმა გვერდითი შესასვლელიდან მითხრა რომ დამენახა თოფით იქით გადადიო გვერდზე შენობაში დირექციის სასახლის უკან მან იყო თავდაცვის სამინისტრო იყო თუ რაღაც ეგეთი შენობა უცხება იყო მან და დღეს არის სახელმწიფო დაცვის სამსახური იმ შენობაში მივედი იმ შენობაში იქ შესასვლელში იყო მაგიდები გაშლილი და ჩვენ ის მივდიოდით ეს მოხალისეები ჩვენს მონაცემებს იწევდნენ გვარს სახელს შეიარაღებას იწევდნენ და გვანაწილებდნენ სართულებში და შემოხდა მეორე სართულის უბოლო ოთახში თავების სასახლისკენ რა ხოდა ნუ გარეთ სროლა მიდის ახლა ავტომატების მაგრამ ჩვენ გვერდიდან უნდა დავიცვათ თავრობის სასახლე გარედან მოხალისეებმა დავიცანი ჩემს ოთახში ვინც მოხდა გოჩა ხუდუშაური გვარდიელი იყო ისიც ორი ძალე ხელყუმარა მომცარო ნახა მე მარტო ის მქონდა რა ძირითადად თოფებით ვიყავი შეერაღებული იმს ორი ავტომატი იყო ჩვენ სართულზე სულ გვერდზე ოთახში რაღაცა კახელს კარაბინი ქონდა ძველებური პაპამისის მოკლედ მომზადეთ თან 22 დეკემბერი სამთრის დღეა და სიცივე იყო და გათმობა ჩართული იყო და პოლიციასე მოვეწყოთ რა ზუსტად 9 საათზე უკვე დაბნელდა მოტორის ხმა გავიგეთ და გადავიხედეთ მეორე სართულზე ვიყავ გადავიხედეთ დავენახე ორი ახალი ბეტერი რომელიც ვიცი რომ არ ყავდა კიტოვანს კაცო მაშინ გვარდიაში ვიყავენეც და უკან გაზ 66-ის პრეზენტიანი მანქანა და ზუსტად ჩემი ფანჯრის ქვეშ გაჩერდნენ ვიღაცა მოგმართა იმითი მეგაფონით ძმებო დაყარეთ იარაღი და გამოდით ვიგავიდოდა და იმ კარაბინიანმა პირველი ტყვია იმას დააჭედა რა ქვია რას უზავდა ახლა ბეტერს ზევიდა მაგრამ ბეტერს ხო აქვს თავზე მსხვილი კალიბრიანი ისა ტყვია მრხვევია ამოწიეს იულები და დაგვამხეს ის სართული თავზე რა აი პანჯრებს გლეჯდნენ ჩარჩოიანად შუქი გაითიშა პატხაში გვეღრებოდა თავზე სიბნელე იყო და ვეღარაფერს ვერ ხედავდით რა მოკლედ მაგარი პასუხი გაქვს ძალიან ძლიერი პასუხი და რა მოხდა იცი ამ ოთახების იქით იყო გრძელი დერეფანი და დერეფანს იქით ამ მხარეს ეზოს მხარეს ჰქონდა მთლიანად შუშის მინის კედელი ახლა ამ სიბნელეს დავახციეთ დავედით იქ ეს სანადირო თოფები დაგვშვა იმასავით
კობზივით ხელში, იმიტომ რომ ბეტეს რას უზავავი ამით, მაგრამ ჩვენ ფიქრობთ, რომ შემოვიდოდნენ იმაში, შენობაში და შიდა ბრძოლებში გამოვიყენებდით ამას. დავარი რა იყო იცი დავავიწყდა რომ შევედი მაგ სართულზე ვიღაც ჩასუცხული იყო კედელთან დამწრეული ქონდა ბოთლები და მოლოტოვის კოქტეილი სამზადებდა პენსიის ასხავდა საღებავს ასხავდა და მოკლედ ჩამეღიმა რა დროს მოლოტოვის კოქტეილი ენერგი მაგრამ მაშინ რა ვიცოდი თუ როგორი იარაღი ყოფილა თავდაცვის იარაღი ოღონდ გავედით დერეპანში ოთახებში გაჩერება უკვე შეუძლებელი იყო თუმცა ერთი-ორი ბოთლი ესროლეს გადავიდეს მაგრამ ძალიან მასირებული შემოტევა იყო მასირებული ცეცხლი ჩვენ ფანჯრებთან გავედით სეიფი გამოვათრიეთ ერთი ამ სიგნალებში ძლივს ხედავდით ერთმანეთს და სეიფს ამოვეკარეთ ასეთი წელიწკრივით და წავედით მივაცურებდით ამ სეიფს და მივყებოდით თავარ შემოსასვლელთან და იქიდან მერე უკვე გადარბენით კიდეზე ავედით მესამე სართულზე მესამე სართულზე უკვე ეს ვეღარ ამოწია ხო ვიზრი ქუჩა იმ სიმაღლეზე ვერ ამოწია ეს ტუებრკოვი და აი იქიდან უკვე ჩვენმა მოლოტოვის კოქტეილებმა კარგად იმოქმედა ცეცხლი ედებოდა იმას რა ქვია ბეტერებს მაგრამ უფრო გამოცდილები ვინც იყვნენ დიდხანს ვერ გაჩერდებიან მან ის გაზ 66 რო იყო პორტიანი მანქანა და ის ჯავშინის გარეშე აღმოჩნდნენ და იქ დაიხოცა ხალხი იმას ცეცხლი წაეგიდა ეს ბეტერები სადახანში უკან წავიდნენ და გავშორდნენ პირველ სართულზე მე სკათრობის სისტემები გასკდა წყალი ასხავდა ცხელი წყალი ის შემოათრიეს ორი გვამი სამხედრო ფორმაში ჩაცმულები თავისი იარაღით ავტომატებით რაციებით ცოტა მოგვიანებით მესამე შემოათრიეს კიდე რუსები და მერე როცა მიწყნარდა ყველაფერი იქიდან ყვირილი ისმოდა ვიღაცა დაჭერილი ყვიროდა და სასწრაფო დახმარების მანქანებმა დაიწყეს სირბილი და ჩვენ მანქანებიდან ფანჯრებიდან ვეხმარებოდით სრულად იგრძელდებოდა ავტომატის მაგრამ ავტომატს ვიჩიოდა კაცო 3 საათი გრძელდებოდა ზუსტად ეს შემოტევა ჩვენზე ხოდა იმას ვარნახობდით რომ აი იქ არ დაგშეს იქიდან ყვერის ვიღაცა და გავატანეთ რა იმას რა ქვია ეს სამი ცხედარიც გავატანეთ იმას სასწრაფო დახმარების მანქანებს ну კარგი ჩაწყნარდა ეს ყველაფერი მთელი ღამები მიდიოდა ტრასირებული ავტომობილის სიტყვების ისა დაბრინავდნენ ჰაერში მაგრამ ეს უკვე მიწერია და ბულბულის გალობას ავიდეს და როდაჭენდა ჩამოვედი პირველ სართულზე და თავინახით მანქანები ხო გვერდგაჩერე მანქანაც ჩემი ფანჯრის ქვეშ დავაყენე რომ ყურადღებას მივაქცევი მეთქი მაშინ ხშირი იყო საბურავების მოპარვა ის აკუმულატორების მოპარვა ჩემი ფანჯრის ქვეშ დავაყენე მანქანა ეს მანქანები იყო ციტრო ვერის ცნობილი მანქანები იყო აი ბეტერებმა დაუთოვეს აი დაჭმოჭმული ქაღალდი რომ დააგდო თეთრი ქაღალდი აი ვერის ცნობილი მანქანა იყო განსაკუთრებით აი ზვირადღი 09 ჩიგული მაშინ ახალი იყო რენო მოსკოვში ახალი აი იმათ მოკლედ დაუტირეს და ჩემი მანქანა ყველაზე ნაკლებად პრესტიჟული იყო ლუაზი მოყავდა რუსული ლუაზი ვეგი შეუნგრიეს ერთი და ერთი მანქანა იყო
თეთრი მოსკოვში აბსოლუტურად ხელუხლებელი, დაუზიანებელი და წინა სავარძელზე იჯდა სამხედრო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა. რომელსაც შუბიზე ჰქონდა ერთადერთი ნატყვიარი. სისხლი გარეთ არ იყო გადმოსული. შიგნით იყო ჩაურელი. სამხედრო ფორმაში ჩაცმული, თავისი საბუთებით ყველაფრით. და გაშიშებული იყო რაგვამი. გამოუღეს კარები და მოკიდა ერთმა ხელი და გადმოაგდო აქედან და სახით დაეცა იმაზე კვაფენილზე. ტროტუარზე დაეცა სახით და ყველამ შეძახილი აღმოხდა, რომ რაში ბიჭო ქრისტიანები ვართ ბოლოს და ბოლოს. და ამ დროს ქვევიდან უკვე რუსთაველის მხრიდან მოდიოდა პატარა ჯგუფი, რამდენიმე კაციანი თეთრი დროშით. იყო კამერებითაც იყვნენ, უცხოელები იყვნენ. გადაღებული აქ ეს და ეს არის არქივში დარჩენილი ეს კადრები, იმიტომ რომ მე შემოხვდა ბევრჯერ. ისიც რუსი სამხედრო იყო. და გული დამწყდა რაზე იცით? აი ეს ცხედრები რო გავატანეთ, ისინი ხო არ დაფიქსირებულა. ესე იგი, მოყვირალი იყო მხოლოდ ქართველი და დანარჩენი იბრძოდნენ რუსები. აბა ინტერვენცია ეს სხვათა შორის პირველი სამხედრო ომია, ხო? სხვათა შორის დილით მოგვადგა ნოდარ გიორგაძე. გვერდითი შესასვლელიდან ის ჩახერგილი ჰქონდა სეიფები, კარადები, მე ვაღარეთ, რომ ერთი შესასვლელი გავაკონტროლებდით და მეორედან არ შემოსულებდნენ. რადგან იმ მეორე შესასვლელთან და გვერდიდან რომ გააკეთ კარები, რამდენიმე კაცთან ერთად იყო. გააკეთ კარები, ვინ გადმოაწყობდა ახლა იმდენ ვანიში თუ იქიდან შემოდი, თავარი შემოსასვლელიდან. არა, გააკეთ კარები. ესე უკმეხათ. რომ ნახა მე რომ კარების გამღები არავინ არ იყო. შემოვიდა და ესე მოთვალიერებდა. არ უკითხავს, დაჭრილი ხო არ აქხავთ ვინმე, ან ხო არავინ დაგეღუპათ. აშკარად უკმაყოფილო იყო იმ შედეგით, რაც დადგა იმ ღამეს. ხო და 22-ში ხო ეს მოხდა. 23-ში უკვე ყოველდღიურად გამქონდა აქტიაკიდან წამალი დედაჩემისთვის და მე გადაიცვალა დედაჩემი რა რომ გამოვედი იმ დღეს. 24-ში გადაიცვალა გამომხსენებელს. ამიტომ მე უკვე ვეღარ შევძელი შიგნით შესვლა, იმიტომ რომ გადაკეტეს, პიკეტები გააკეთეს ყველგან. შიგნით შესვლა ვეღარ შევძელი. აი ესეთი იყო 22 დეკემბრის ღამე. ძალიან მძიმე მოსასმენად, გასააზრებლად კიდევ უფრო მძიმე ალბათ და სამ მონაწილეობით ალბათ რა ვიცი, ჯოჯოხეთი, სული და ძალიან მძიმე. მე ხა ჩვენ ვიცით ხო კანონხელისუფლებას 22-ში აი სიმბოლურად რომ კიდევ იგივე არ დაემორდეს და იგივე ხალხის დახოცვა და ისევ რუსული ინტერვენციები, იმიტომ რომ მეც რაღაცა ვატყობ რომ ეს ისეთი ძალა შეიძლება მართლა შემოუძღვეს აი ტანკებს და რაღაცებს ხო? აუცილებლად იზრავს. დიახ, მეც აი ისე ვატყობ რომ რაღაცა იმიტომ რომ ძალიან 9 აპრილს ესე იგი ფაქტობრივად როდიონოვი ჩვენ შევარდნაძემ გამოიძახა და 8 aprilს მოსხდომა იყო გაფართოებული პლენუმი პარტიის ხო სადაც მთელი ჩვენი ინტელიგენცია იყო იმ სხდომამ ესე იგი მისცა დაუშვა როდიონოვის მიერ ამ პროცესების გაკეთება რაც შემდეგ გააკეთა. ესე იგი ამის უფლება მივეცი ჩვენ ფაქტობრივად ქართველებმა. ხო და შემდეგ ესე იგი უკვე ვთქვით 21 წელს რაც იყო ქართველებმა შემოიყვანეს რუსული ჯარი და 22 დეკემბრიდან რაც ხდებოდა მუდმივი ინტერვენცია ნაბიჯ სულ ესე იგი პირველი დღიდან ბოლო დღემდე და პრეზიდენტის ყურებობა და უამრავია და ეს ყველაფერი არის ბოლოსკენ მივდივარ. ხო, ეს მაპატიე ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი.
მე რა ხო რა შეუძლით ხელს რომ ახლა არა და უყურეთ თან მე ვაკეთებ ესე დასკვნას იქიდან გამომდინარე რომ თავის ადეპტებს ვინც ფულით ყავს ნაკიდი ამ ჩვენს ერთ პროვინციელ მეფეს ასეთ რამებს აძახებინებს დააკვირდით რომ თუნდაც სანატორიაში რუსული ბაზები უნდა დააბრუნდეს რუსული ბაზები უნდა დააბრუნდეს რაღაც თურქეთი არაბი გვიდეს თომ არაბი გვიდეს იარაღი დაგვადო ეხლა რომ მიწა მოვკიდეო და ჩვენი მყიდის და შუაში ეგ და ამიტომ 24-ში ეს უნდა ვთქვათ ეროვნული ხელისუფლება და კანონიერი ხელისუფლებას აქვს მიტინგი რიყი და იქნება ორი ლოკაცია პარლამენტის წინ იქნება რიხეზე 7 საათზე შეკლება და მე ბატონებო, ქალბატონებო, ძმებო, დებო, ვისაც საქართველოს ბედი გაინტერესებთ, გთხოვთ რომ მოგზავნდეთ, შემოვერთეთ ამ მიტინგს. უკვე პარლამენტის წინ დახვდება უზენაეს საბჭოს წარმომადგენლები და ისინი სიტყვით გამოვლენ და პირველ საინტერესო იქნება ეს ყველაფერი და ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შეუშალოთ ამ სპეცოპერაციასაც საქართველოს ისევ აი გუბერნია დაბრუნებას უწყობს ხელს. მადლობთ ყურადღებისთვის, კარგად გრძელდებოდეთ. მომავალ შეხვედრაზე.